ის თვალი თუ ხილავია, თუმცა თითქმის ყველგანაა, ზღვაში, ჩვენ საკვებსა თუ ჰაერში, რომელსაც სუნთქავთ. მიკროპლასმასას გულისხმობთ. ის ერთნაირად საშიშია გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ნაწილაკებს შეუძლიათ შთანთქან მომწამლავი ნივთიერებები და ძალიან მარტივად ხვდებიან საკვებ-ჯაჭვში. მართალია ამ ნაწილაკების გავლენას მაშინვე ვერ იგრძნობ ან დაინახავ, მაგრამ სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ ამ სახის დაბინძურება სასწრაფოდ შესამცირებელია. მაინც რას აკეთებს ევროკავშირი ამ პრობლემის მოსაგვარებლად? სწორედ ამ საკითხის დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ გადაცემაში. მიკროპლასტმასა მყარი პლასტმასის 5 მმ-იან ნაწილაკებს ეწოდება. ისინი გვხვდებიან ჰაერში, ნიადაგში, სანაოსნო გზებსა და ოკეანეში, ასევე ცოცხალ ორგანიზმებში. მიკროპლასტმასა ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოიშვება საღებავების, საბორავების, გრანულებისა და სინთეტიკური ქსოვილებისგან. ყოველ წელს საღებავებისგან მიღებული დაახლოებით 2 მილიონი მეტრული ტონა პლასტმასა ოკეანეებსა და მდინარეებში ხვდება. ამას ემატება გარემოში საბორავებისგან დარჩენილი 1 მილიონი მეტრული ტონა. ეს ნაწილაკები შესაძლოა უნებლიეთ წარმოიქმნას, თუმცა ნაწილს გამიზნულადაც აწარმოებენ, როგორიცაა კოსმეტიკაში გამოყენებული ასაქერცლი გრანულები. ეს გრანულები საშიშია, რადგან დამაბინძურებელ ნივთიერებებს შეიცავენ და მათი შთანთქმაც შეუძლიათ. ეს ნაწილაკები ნაპოვნია როგორც ბოთლში ჩამოსხმული, ისე ონკანის წყალშიც. არადა ზუსტად არავინ იცის, როგორია ამ ნაწილაკების შემცველობის უსაფრთხო დონე ადამიანის ჯანმრთელობისა თუ ეკოსისტემისთვის. 2023 წელს ევროკომისიამ აკრძალა პროდუქტებში ისეთი მიკროპლასტმასას დამატება, რომელიც არ იხსნება და ეს აკრძალვა მოსართავი ბრჭყვიალებითა და მიკრომძივებით დაიწყო. ევროკავშირის ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმის მიზანია 30%-ით შეამციროს მიკროპლასტმასას გამოყოფა 2030 წლისთვის. დაბინძურებულ ზღვებს შორის ხმელთაშუა ზღვა რიგით მე-6 ყველაზე დაბინძურებული ზონაა. იგი მსოფლიოს წყლის საფარის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. არადა მასში მსოფლიოსში არსებული მიკროპლასტმასას 7%-ია თავმოყრილი. სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ პროექტ ლურჯი კვლევის მეცნიერები აქ, ტულონის სანაპიროზე, რათა შეისწავლონ მიკროპლასტმასის დაბინძურების გავლენა ხმელთაშუა ზღვაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია ექსპედიცია მე-7 კონტინენტის გემი მიკროპლასტმასას კვალს მიჰყვება. მიკროპლასტმასა ზღვის ზედაპირზე ტივტივებს და მანტას ბადეს საშუალებას გვაძლევს გაუფილტროთ წყალი და შევაგროვოთ, რაც კი წყლის ზედაპირზე გვხვდება. ალექსანდრა საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვლევის დირექტორი და ამ ექსპედიციის სამეცნიერო კოორდინატორია. ხმელთაშუა ზღვა დახურული ზღვაა, რომლის სანაპირო ზოლიც მჭიდროდაა დასახლებული და ხმელეთზე ადამიანის ყველა საქმიანობის კვალი ზღვაზე აისახება. ჩვენ ვსწავლობთ ქიმიურ დამაბინძურებლებს, რომლებიც მიკროპლასტმასას გადააქვს. უკვე გავერკვიეთ, რომ ყველა ასეთი ნაწილაკი შეიცავს ქიმიურ დამაბინძურებელს. მანტას ორ ტრალს, რომელთაც თავის სეხნია ზღვის ცხოველის მსგავსად ფრთებივით გაშლილი სახელურები აქვთ, ყოველი ექსპერიმენტის დროს ზღვაში 1 საათით შლიან. ბადე მიკროპლასტმასით არის სავსე, ზოგი მწვანეა, ზოგი ლურჯი და ზოგი წყვიტელი. ნიმუშებს მათი შეგროვებისა და ორგანული ნარჩენებისგან განცალკევების შემდეგ პროექტში ჩართულ ლაბორატორიებში დაახარისხებენ. მე ტულუზაში წავედი, სადაც ალექსანდრა უკვე წლებია პლასტმასასთან დაკავშირებული დამაბინძურებლების ქიმიურ ბუნებას იკვლევს. ათასობით მიკროპლასტმასას ვაგროვებთ, ვზომავთ წონით და ანალიზს ვუტარებთ. ვზომავთ პლასტმასასთან დაკავშირებულ ენდოკრინული დარღვევის გამომწვევ სხეულებს. ვიცით, რომ პლასტმასის დამზადებისთვის პლასტმასის დანამატში 16,000 ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ. აქედან 4,000 უკვე შეფასებულია როგორც საშიში. Et il y en a déjà 4000 qui sont classés comme substances dangereuses. პრობლემა ის არის, რომ როდესაც ზღვის ფაუნის წარმომადგენლები მიკროპლასტმასას ეხებიან, ეს ქიმიური ნივთიერებები ცხოველის ორგანიზმში აღწევენ. ისინი ენდოკრინულ დარღვევებს იწვევენ და ცხოველის ჯანმრთელობას აზიანებენ. Ils ont un impact sur la santé de l'animal. Quels sont les impacts pour l'homme?
ადამიანებზე მათი გავლენა ჯერჯერობით არ არის ბოლომდე შესწავლილი. ვიცით, რომ ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი სხეულები ჩვენი სხეულის მთელ ჰორმონულ სისტემას აზიანებს. შედეგად ისინი აზიანებენ ნაყოფიერებას და იწვევენ კიბოს. ჯერ კიდევ უამრავი კითხვა გვაქვს პლასმასის დაბინძურებასთან დაკავშირებით და ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით ამ დაბინძურების უხილავ ასპექტზე მიკრომეტრულ და ნანომეტრულ დონეზე. L'aspect invisible de cette pollution à l'échelle micrométrique et nanométrique. მეცნიერება მხოლოდ ახლა იწყებს იმის გაგებას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს პლასმასა ეკოსისტემისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვჭამთ, სუნთქად და ვსვამთ ამ ნივთიერებას, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამ არ ვიცით მის შესახებ, რადგან არ გვაქვს სუსტი ხელსაწყორათა გავზომოთ მიკრო და ნანოპლასმასები, რომლებიც ხშირად მილიმეტრის 1000-ით არ არიან და სრულად გავიგოთ როგორია მათი ეფექტი. ევროკომისიის ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს 30%-ით შეამციროს მიკროპლასმასის მოცულობა 2030 წლისთვის, მაგრამ როგორ? ამ კითხვით საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს მიმართე. ჟან-ფრანსუა გილიონი ზღვის მიკრობიოლოგი და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვლევის დირექტორია. 2019 წელს მან ნიმუშების შეგროვების უპრეცედენტო კამპანია ჩაატარა ევროპის 9 მთავარ მდინარეზე. შედეგი: მიკროპლასმასები ყველგანაა და მათი კონცენტრაციის დონე შემაშფოთებელია. ევროპა საკმაოდ დაწინაურდა ამ სფეროში. ჩვენ პლასტმასას ძალიან დიდი დაბინძურება გვქონდა. ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჭირადი ნივთების გამო. ეს იყო ევროკავშირის პირველი სამიზნე. ახლა იმედი გვაქვს, რომ შეიცვალა დამოკიდებულება პლასტმასის მიმართ და სწორედ ამას ველოდებით ევროპისგან. აქამდე პლასტმასას ნარჩენად თვლიდნენ და ყურადღებას ძირითადად ნარჩენების მართვაზე ამახვილებდნენ. დღეს უკვე პრობლემა, როგორც ხვდებით, ის არის, რომ საქმე ეხება ძალიან დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა გამოც პლასტმასა ტოქსიკურია. ასე რომ მომდევნო წლებში ევროკავშირის მთავარი ამბიცია ის იქნება, რომ შედგეს იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომელთა გამოყენებაც პლასტმასას შემადგენლობაში უნდა აიკრძალოს. ამ დაბინძურების დონე იმატებს, რატომ ხდება ასე? რაც უფრო მეტ პლასტმასს მოვიხმართ, მით მეტი იქნება დაბინძურება. არსებული გათვლებით წარმოებული პლასტმასის დაახლოებით 10% გარემოში რჩება და როგორც ხედავთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში პლასტმასის წარმოება გაორმაგდა და დაბინძურების დონეც შესაბამისად გაორმაგდა. ახლა უბრალოდ აუცილებელია პლასტმასის წარმოების შემცირება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროპამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია პლასმასის შეზღუდვის მხრივ, მაგრამ მეცნიერები უფრო მეტს ითხოვენ პლასმასის წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას. მოლაპარაკებები გლობალური ხელშეკრულების ირგვლივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება კი არჩევანის წინაშე დგას, ან ისევ გააგრძელოს დაბინძურების მართვა, ან ძირფესვიანად ამოძირკოს ეს პრობლემა.